ძალიან დიდი მადლობა, მოგესალმებათ ვანო ჯავახიშვილის შოუ. თვითფასო მეგობრებო, პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ახალი 2015 წელი მრავალს დაესწარით. არა, მეც ვიცი რომ ეხლა რაღა დროს ახალი წელია მესმის, მაგრამ ქვეყანაში ისეთი რაღაცები ხდება, რომ მინდოდა რომ რაღაცა პოზიტიურით დამეწყო და რაც აი რაღაცა პოზიტიური მეთქვა თქვენთვის და ამიტომ ეს ვიძულებული ვარ რომ ახალი წელი მოგილოცოთ. სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით. გავრცელდა ინფორმაცია რომ ლარის გაუფასურების გამო ბუნებრივი გაზი ძვირდება. მეწარმეებისთვის, ატეხა ხალხმა ერთი ამბავი, იყო ერთი ამბავი, რა ვიცი. რაღა გვეშველებაო, ამასო პურის გაძვირება მოყვებაო. კარგით რა ხალხო რა. კარგით ხა, სულ პური, რით ვერ გაძეხით? რით ვერ გაძეხით? მთავრობამ ხალხი დაამშვიდა, ნუ გეშინია თუ პურიო არ გაძვირდებაო. მართალია, პური არ გაძვირდება, უბრალოდ დაპატარავდება. დაპატარავდება ჩაულებია. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს წელიო არ იქნებაო დალხენილი წელიო. 2015 წელზე თქვა. აი ბიძინამ რო თქვა ადრე გახსოვთო ძალიან კარგი წელი იქნებაო. მართლაც ასე მოხდა. აბა ეხლა დალხენილი თუა ხალხი. ეგ წელი როგორ იქნება ეხლა ივანიშვილისთვის ეხლა კარგი წელი. ეგ იქნება მისთვის ხარჯვის წელი და ეხლა არის კარგი წელი ივანიშვილისთვის. შეულებრივად ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ. დიახ. ბატონო ირაკლი, ეგეთ განცხადებებს ნუ აკეთებთ, ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გააკეთებთ, რომ რას ნიშნავს დალხენილი წელი არ იქნება. აი რას ნიშნავს მე არ მესმის. არ იქნება დალხენილი წელი. ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა ეხლა. ხალხი ისეთ დღეშია, რომ შეიძლება მალე გავრეკოთ ყველა. ხო და მე ყველა წელი იქნება დალხენილი ჩვენთვის. ესე ვილით რა კარგია. ესე დალხენილად შეულებრივად ვივლით. შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა გომელაურმა, რომელიც გახლდათ ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსი, განაცხადა ერთ-ერთ პრესის ინტერვიუში, რომ საერთოდ ბიძინა ივანიშვილიო ძალიან კარგი ადამიანია და ზოგადად დაცვის ბიჭებსო აი ოჯახის წევრებივით გვექცეოდაო. ოჯახის წევრებივითო აი რაღაცა ისეთი დამოკიდებულება ქონდა ჩვენს მიმართ, რა ძილის წინო სულ ყველასო შუბზე კოცნიდა ხოლმე ჩვენებიათ. აი ესეთი კარგი ურთიერთობა ქონდა. პანორამა თბილისის მშენებლობა უკვე დაიწყო ძვირფასო როგორც ყველამ კარგად ვიცით. რასაც მოყვა საზოგადოების პროტესტი, სოლოლაკში უნიკალურ ტყე იჩეხებაო, რაღაცა ამდენი 100 ხე მოიჭრაო და ასე შემდეგ. კარგით, არ შეიძლება ყველაფერზე ესე ჩხუბი და როგორ არ გესმით? როგორ არ გესმით ეს პანორამა თბილისი იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენ დედაქალაქისთვის და თვითონ ბიძინამაც კი მოიკლო ჟანგბადი. მან ხო ჭრიან და თვითონვე მოიკლო ჟანგბადი და მაგასაც ვერ ხვდება ეს ხალხი მე არ მესმის. როგორც ისიც ივანიშვილი ნაციონალებზე 200 სერიან ფილმს იღებს, მაგრამ ამბობენ ვინ იქნება რეჟისორი, უნდათ თავიდან უნდათ გოგა ხაინდრავა რეჟისორად, მაგრამ გადაიფიქრეს რადგან იმიტომ რომ მე 17-დან 95 სერიამდე ფიზიკურად ვერ გადაიღებდა გოგა, იმიტომ რომ მაგ დროს მისი მინისტრობის პერიოდი უწევს. და ვერანაირად ვერ მოხერხდებოდა ეხა გოგას მიერ ამ ფილმის გადაღება. თურმე ბიძინამ მკითხა ხალხს. გინდათო ფილმი რო გადავიღო ნაციონალებზეო და ფშიერმა და დაუზულერებულმა ხალხმა ეს ზემოთ ამოხედეს და ვერაფერი ვერ უთხეს ეს ხელი აწიეს. აიო. პარლამენტთან აქცია გამართეს მემწვანილეებმა და იპოტეკარებმა. ნახოთ ვიდეო, ძალიან საინტერესო ქალბატონი საუბრობს. რას გვერდჩის რა უნდა ქართველი ხალხი არასოდეს არ დაიჩოგებს ბიძინა ივანიშვილის წინ რა ეფილმება რა ეკინოება მილიარდებს რო ხარჯავს იქ მოგცეს პენსიონერებს ეგვე 2 კაპიკი იგი ფული და მიეხმაროს ხალხს. ივანიშვილმა ამაზე უთხრა აუცილებლად მოგხედავთო. აუცილებლად პირობას გააძლევთო თქვენს პრობლემას 193 სერიაში აუცილებლად შევეხები. აუცილებლად შევეხები ამ პრობლემას. ივანიშვილს ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციებსაც დაუპირისპირდა და თქვა რომ მათზეო მალე რაღაც საინტერესო კვლევებს დავდებო
საინტერესო კვლევებს დავდო, ანუ ადრე ჟურნალისტებს შემოუტია. მე ექსპერტებს, ეხლა არასამთავრობოებს შეუტია. მოკლედ ამ კაცს ეხლა ქარის წისქვილებიღა დარჩა და სამარცხებელი. და დაისვენებს მერე. ივანიშვილს ძალიან საინტერესოდ მიმართა ტელეეთერით მისმა ყოფილმა მხარდამჭერმა, ერთ-ერთმა ქალბატონმა ქუთაისიდან ნახოთ ეს ვიდეო, საინტერესო ვიდეო. ერთი უბრალო ადამიანი ვარ, მაგრამ მე რომ მეკითხებოდეს, რომ ივანიშვილს თვალებს დავთხრი, აი ესე, გამიგეთ, აი სულ ნუ როგორ დავთხრი თვალებს ამ კაცს, რომ მე სხვათაშორის შევესწარე ამ საუბარს. ეგ როგორ შეიძლება, კაცო? ეგ როგორ შეიძლება? დამწვარს მდუღარე? მე მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის მოსვლისთვის ერთად ბავშვი ვიყავი და მხარ შეუდექი მაგას უფეხებზე დაიკიდა ხალხი და დაადო თავი და გაიხურა კარები და წავიდა მამიჩემის მამასაულია მაგას ხალხი მშიერია კაცო წხრებით ხალხი ხმელა პურს უჭამთ ხალხი და იგიც გაგვიძირო მაგი დაიწვა ცეცხლში მაგის მომთრევი დაიწვა ცეცხლში კიდე არგით ქალბატონო როგორ შეიძლება კაცო კიდე თვალების დათხრა უნდათ კაცო მაგად ისედაც ხო ხედავ ვერ ხედავენ რა ხდება ქვეყანაში პირიქით მაგთითებთ უნდა გაუფართოვოთ თვალები უნდა გაუფართოვოთ რომ დაინახოს სხვანაირად არ შეიძლება ქვეყანაში შექმნილ ურთულეს სოციალურ ფონზე როცა ლარი ხელში გვაკვდება გაზი ძვირდება და ხალხი უკიდურეს დღეშია ქართული ოცნების დეპუტატები ევროპაში ფეხბურთის სათამაშოდ წავიდნენ ოჩახ ძალიან კარგი საათივით აქვს აწყობილი საქმე აქვს იმიტომ რომ ქუცნაშვილი ბურს დაძდებს და კალაძე ენერგეტიკას აი ესეთი მდგომარეობაა წავა ეხლა ქართველ პარლამენტარებზე ფსონების დადება ნუ ფულის ტრიალი ერთი ამბავი მაგრამ მე მეშინია ხალხმა ისე ვის არ თქვას რომ საქართველოს მთავრობამ ფეხბურთშიც გაგვისხაო და ესეთი სიტუაცია არ წარმოიშვას უცებ კახეთში ძალიან საინტერესო თემაზე მინდა ვისაუბრო. კახეთში ერთ-ერთ სასამართლოს შენობიდან პატიმარი გაიქცა. სასამართლოს შენობიდან გაიქცა პატიმარი, აი თუ არ მუშაობს პოლიცია. აი, კი ბატონო, დაუკვირდით, გაიქცა. გაექცათ პოლიციელებს, გაექცათ. ესე იგი მანამდე დაჭერილი ყავდათ. გაიგე, აი დასკესახი. აი თუ არ მუშაობს პოლიცია. ეს პატიმარი ჯერ სასამართლოდან გაიქცა და ტაქსში ჩაჯდა. ნუ პოლიცია დაედევნა და ნუ ტაქსიდანაც გაიქცა. როგორ არ გწხვენი ამხელა ტაქსისტი კაცი ხარ? პატიმარი როგორ გაგექცა? პატიმარი როგორ გაგექცა? ამხელა ტაქსისტი კაცი ხარ. კიდევ ერთი კრიმინალურ კურიოზული შემთხვევა მოხდა ოზურგეთში მჯავდებულმა მოსამართლე პროკურორი გალახა. ნაცემი მოსამართლე ყვილოდა, შენ თუ სასჯელი არ დაგიბძინო, მე კაცი არ ვიყო. გამწარებული მოსამართლე ყვილოდა. სასჯელი თუ დაგიბძინო, მე კაცი არ ვიყო. გაამწარეს მოსამართლე. ამ შემთხვევის გამო სასამართლო პროცესის წესი შეიცვალა, მოსამართლე პროკურორი დაწყდებიან ეხლა უკვე გისოსებში და თვითონ პატიმარი ივლისს ითარეშებს დარბაზში როგორც უნდა და როგორც მოუხერხდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, მათ შორის ახალი მინისტრი აცხადებს, რომ ნაციონალებიო ქვეყანაში არეულობას გეგმავენო. რა ვიცი, ხა ლარი გაუფასურდა, წამლები გაძვირდა, გაზი და პროდუქტები ძვირდება და თქვენ კიდე იდექით და ეძახეთ ხალხს ნაციონალები. ნაციონალები მართლა თუ გეგმავენ არეულობას, მთავრობისთვის ეს პირიქით კარგიც უნდა იყოს. კარგიც უნდა იყოს, იმიტომ რომ დალაგებული არ უნდა არიო თორე ეხლა. არეულს რო კიდე უფრო არეულ, შეიძლება მაგდოს დალაგდეს უფრო. მიხდით რა შეესაბამება ესეთი სიტუაცია. გასული კვირის გმირი ეკა ყურშიტაშვილი, იცით ალბათ ეს ქალბატონი, რომელმაც პატრულს აგინა და ერთი ამბავი ქონდა ამასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია იმედმა სათუთ და საამაყო ქალად წარმოგიჩინა. ძალიან ისეთ სათუთი საამაყო ქალად. აქვია სტუდიაში წამყვანებიც კი ტიროდნენ, ეთყობა მან და ცინარიძემ დარეკა და უთხრა რომ იტირეთ ეხლა თორე დაკარგავთ სამსახურსო. მე ვფიქრობ, რომ ვერ დაგვანახა ეკამ საკმარისი ცრემლი იმისათვის, რომ ხალხისთვის მართლა ტანჯულის და გმირის იმიჯი მოირგოს, მართლა ვერ დაგვანახა. ამიტომ დღეს ჩვენთან მოვიწვიეთ ქალბატონი ეკა ყურშიტაშვილი, რომელიც მაყურებელთა თხოვნით კიდევ ერთხელ იტირებს. მოგესალმებით. ქალბატონო ეკა, როგორ ბრძანდებით?
მესმის უფრო ტანჯული და უფრო ისეთი გმირულად რომ გამოჩნდეს შეგიძლიათ კიდევ ერთხელ რომ გვიტიროთ ყველას ბავშვებს მინდა ბოდიში მოუხადო შობლებს მინდა ბოდიში მოუხელეს მინდა ბოდიში მოუხადო საკმარისია მე მგონი უკვე საკმარისია საკმარისი დოზით თქვით რომ მართლა სტანჯული ხართ ეხლა აღარ უნდა მეტი არაფერი საკმარისი დოზა იყო მადლობთ ნუ მე მგონი საკმარისი იყო რომ სტანჯულა და გმირად გამოვავიდეთ კიდევ ერთხელ ძვირფასო მეგობრებო უკვე უამრავმა მაყურებელმა დარეკა და შემოგვითვალა რომ მე ჩვენ უერთდებითო ამ აქციასო ეკაუშიტაშვილის მხარდაჭერა აქციასო აქ დევიზით ძალიან საინტერესო დევიზი აქვს დღეს მეც იცი რამდენი 40 ლარი მაქვს ესეთი მხარდამჭერი აქცია შეიძლება თამამად ითქვას რომ ქართველებს უკვე ორი გმირი ქალი ყავს მაია წყნეთელი და ეკა თელაველი მაგრამ რა არის იცით მაინც არ იყო საკმარისი რომ აი ეს ქალბატონი გმირად წარმოვაჩინოთ და უფრო ტანჯულის იმიჯი რომ გქონდეს არ იყო საკმარისი კიდევ ერთხელ ჩავრთოთ ქალბატონი ეკა და ხალხის დაჟინებული თხოვთ კიდევ ერთხელ იტირეთ ქალბატონო ეკა მოდის გიხდით და მეორე დაღარ გამიურდა და საერთოდ აღარ გამოვჩნდები არსად გამოვჩნდები საერთოდ აღარ ვიტყვი სოციეთებს თუ ვიტყუებოდა ჩემი დედა საკმარისი დოზა იყო მართლა ამერიდან თქვენ შეგიძლიათ ტანჯულად იაროთ ქვეყანაში პარლამენტმა მიიღო კანონი სატელევიზიო რეკლამის დროის შეზღუდის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ ტელევიზიებს შეეზღუდებათ შემოსავალი, რა თქმა უნდა, შესაბამისად შეიზღუდება ხარისხიანი გადაცემები და იზღუდება ბიზნესმენების უფლებების, ანუ სასურველ ტელევიზიაში განათავსონ რეკლამა, ეს რო აგიხსნათ, მოკლედ რა ხდება. რუსთავიორმა თქვა, რომ ეს პირველ რიგშიო ჩვენ დაგვარტყამსო. მაესტრომაც თქვა, ცუდი კანონიაო დაგვარტყამსო. კავკასიამაც თქვა, ეს კანონიო ჩვენო დაგვაზარალებსო. შეხედე იმედი რავარი გაყოსული არის იმედი გაიყოსა თვითონ არც იცის რა კანონია გაყოსულების ზიანესი ჩუმა ჯერ იყო და ივანიშვილმა ტელეეთერით მოუწოდა ვისაც პრეტენზია გაქვთ რუსთავიორის ფლობელობაზეო შეიტანეთ სარჩელებიო სამართლოშიო მერე იყო და ფინანსური შემოწმებით შემოგვიტიეს ახლა კიდე რეკლამებს გვიზღუდავენ დაგვანებეთ თავი თვითონაც ხო იცით რომ რუსთავიორისადმი ამ მუქარას მოყვება მერე რა ის შემოვარდნა მერე მოსახლეობის ბუნტი მოყვება რა ვის სხვა და ესე მერე უნდა იძახოთ რუსთავიორის გამარჯვებული ხალხის ტელევიზია და აღარ გვინდა კაცო ეს რუსთავიორი გამარჯვებული ხალხის ტელევიზია ნუ დაგვიძახოთ აღარ გვინდა ძიმე თემაზე გადავიდეთ რუსები ისევ გააქტიურდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაგალითად ამჯერად გორის რაიონში შემოვიდნენ ესეთ რუსი სამხედროები და 36 ჰექტარი დაახლოებით 36 ჰექტარი ქართული მიწა მიითვისეს და შემოღობეს მოკლედ რო ვაკვირდები ეს ჩვენი ქვეყანა ნელ-ნელა ბებიაჩემს ემსგავსება ბერდება და პატარავდება პაატა ზაქარეიშვილს შეატყობინეს ბატონო პაატაო რუსებმა კიდევ წაგართვესო 36 ჰექტარიო ზაქარეიშვილმა აუ რას ამბობთ კაცო რამდენი თაფლი გამოგვივიდო და მაქედანო ბატონო პაატაო ნექტარი კი არაო ჰექტარი ჰექტარი წაგართვესო ვიციო მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ნექტარი უფრო გვაწყობს და მონოლოგის ბოლოს მინდა ერთი სასიხარულო ინფორმაცია გამცნოთ საქართველოს პრეზიდენტს და თბილისის მერს თითქმის ერთდროულად შეეძინათ შვილები და მიულოცოთ ძალიან სასიამოვნო ამბავი გურწფელად გილოცავთ ბატონ გიორგი ბატონ დავით მეც მამა ვარ და მესმის თქვენი სიხარული ძალიან ისეთია ამიტომ მინდა ვუსურვოთ თქვენს და ჩვენ შვილებს ყოფილიყვნენ ბედნიერები და ისეთ საქართველოში ეცხოვროთ სადაც ბანკებს არ აყაჩაღებენ პოლიციას არ აგიდებენ, კრიმინალი არ ხდება და მთავრობა დაპირებებს ასრულებს. აი ესეთ ქვეყანაში ეცხოვრობენ. მადლობა. ჩვენ შოუს ვისწავლოთ აფორნეს ბენდი, სამუნა ლეპეიშვილის კეთილმადლობა. მადლობა.